სალამი მეგობრებო, როგორც ხედავთ ჩვენ ახალი ფალავანი გვყავს სახელად Sony რაღაცა, Canon-ს ვუღალატე, გადავედი Sony-ზე და როგორც ხედავთ უფრო უკეთესი შედეგები დაიდო. იმედია, მონტაჟშიც არ გამიჭირდება და არ გამიჭედავს ჩემს დანგრად ლეპტოპზე ამ ყველაფრის დამონტაჟება. მგონია რომ არ გაჭედავს, მაგრამ ნუ მაინც კაი ნოუთბუქი მე არ მაქვს და 4K-ზე უმეჭედავ და იმედია ახლა არ გამიჭედავს. მოკლედ, თქვენი მყოფებით არხზე მეთოდი, ეს იქნება არასტანდარტული პოდკასტი, იმიტომ რომ დღეს არ განვიხილავ არც ერთ კონკრეტულ რეჟისორს, არც კინოამბებს განვიხილავ, პირველ რიგში დღეს განვიხილავთ ახალი Marvel Cinematic Universe-ში, Marvel-ის კინოსამყაროში ახალი პერსონაჟის ვინაობას და მასზე თეორიებს. ეს არის დოქტორ ფონ დუმი, უფრო ზუსტად ვიქტორ ფონ დუმი, რომელსაც ითამაშებს რობერტ დაუნი ჯუნიორი, მეგობრებო, დიახ, ეს არ არის ახალი ამბავი, 6 თვის წინანდელი თუ არა, მე მგონი შაშანდელი ამბავია თუ არა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ იყო აწლამთელი ამბები, რომ ფონ დუმი და ტონი სტარკი ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან და დღეს მე შევედი ინტერნეტის ჟურღმულებში, შევეცადე რამე საინტერესო თეორიები მომეძებნა, თუ როგორ აკავშირებენ ფანები ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთთან და მოგიყვებით დღეს ამ ამბებს. პირველ რიგში გეტყვით, სანამ დავიწყებთ, რომ გამოიწერთ აუცილებლად ეს ალხი, დაალაიკეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ, უთხარით ყველას, რომ კარგი არხია, გადმოვიდნენ, უყურონ, იმათაც დაალაიქონ, იმათაც გააზიარონ და ყველაფერი ეს მოკლედ რა. დავიწყეთ, ეს არის არხი მეთოდი, ეს არის მორიგი კინოგანხილვები ალბათ, ეგრე დავარქმევ ამას და დავიწყოთ. მოკლედ, საიდან აგორდა საერთოდ ეს ამბავი, რომ ტონი სტარკსა და ფონ დუმს შორის არის კავშირი. ფანებმა დაიწყეს ეს ამბავი იმის მერე, რაც ძმებმა რუსოებმა, რეჟისორებმა, რომლებმაც ავენჯერის საუკეთესო ფილმები გადაიღეს, რომელთანაც მუშაობას ეძან უყვართ თვითონ რობერტ დაუნი ჯუნიორს და თქვა რომ მე მარტო რუსოებთან მიმუშავებ Marvel-ში მეტი არავისთანო. და ადამიანები რომლებიც ახლა Doomsday-ს იღებენ, ამათმა ინტერვიუში თქვეს, რომ ტონი სტარკს და დუმს შორის არის კავშირი. შესაბამისად, ფანები აგორდნენ, რომ ინტერვიუშიო თქვესო კავშირი, ესე იგი, უნდა ჩვენც მოვიფიქროთ რა მეტი საქმე რა გვაქვს და დაიწყეს რაღაცების მოფიქრება, მაგრამ ეს ინტერვიუ გავრცელდა ისეთი თქოს, ისინი ამბობენ, რომ აი ტონი სტარკს როგორც პერსონაჟს და ფონ დუმს როგორც პერსონაჟს შორის არისო კავშირიო, მაგრამ რუსოებმა ორივემ, ალბათ ორივე მერდროულად არ თქვა, ვიღაცა ერთმა თქვა და მეორე დაემთახმა, მაგრამ ნუ მაინც თქვეს, რომ ტონი სტარკის სიკვდილს აქვს მნიშვნელობა დუმის storyline-შიო. აი ეგ თქვეს. ეს ცოტა სხვა ვიდრე ტონი სტარკი და დუმი აუცილებლად დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან. ანუ ეს ორი საერთოდ სხვადასხვა თეზისებია, მაგრამ ნუ ინტერნეტია, აიტაცეს და შვეს საოცარი თეორიები, რომლებსაც ეხლავე მოგაწვით. მანამ სანამ მოგიყვებით ამ თეორიებს, მოდით ბარემ თვითონ დუმის ისტორიას მოგიყვებით, იმიტომ რომ ბევრისთვის შეიძლება ნაცნობი პერსონაჟი არ იყოს, მიუხედავად თუ ვინმე 2010 წლის მერე ადევნებს თვალს Marvel-ის სამყაროს, არა მარტო კინოებს, ზოგადად Marvel-ს, მაშინ თქვენთვის უცხო იქნება ვიქტორ ფონ დუმი და მათთვის, ვინც ბავშვობიდან უყურებს Marvel-ს, მულტფილმებს Marvel-ის და პრინციპში ფილმისშიც გამოჩნდა, მაგრამ დიდი არაფერი გამოჩენა ეგ არ იყო, ანუ საინტერესო და ღირსშესანიშნავი, მაგრამ მათთვის, ვინც 2000-იანებიდან, პატარაობიდან, ბავშვობიდან ინტერესდება Marvel-ით, მათთვის ვიქტორ ფონ დუმი დაახლოებით ისეთივე გავლენის და ისეთივე მნიშვნელობის პერსონაჟია, როგორიცაა თანოსი. მართლა. და ამიტომ ძალიან ისეთი საინტერესო, ძალიან წონიანი პერსონაჟია Marvel-ის universe-ში პრინციპში. დავიწყოთ იმით, რომ ეს პერსონაჟი გაჩნდა როგორც ფანტასტიკური 4-ხეულის მთავარი მტერი, ანუ მათი მთავარი ვილანი არის ვიქტორ ფონ დუმი. ეს კაცი, ვინ იყო ესე იგი ეს კაცი? ეს კაცი იყო რიდ რიჩარდსის მისტერ ფანტასტიკის კურსელი. ერთად სწავლობდნენ რაღაცას და ერთად სწავლობდნენ კოლეჯში და ვიქტორ ფონ დუმს რაღაც მომენტში, მაშინ არ ერქვა მას ვიქტორ ფონ დუმი, სხვა სახელი ერქვა, რომელიც აქ სადღაც გამონათდება, მე დამავიწყდა უბრალოდ ამომივარდა თავიდან. მას უნდა
მკვრების გაცოცხლებას ჩალიჩობდა რა, მაგიური რაღაც იდეებით იყო დაინტერესებული რა და დედამისის გაცოცხლება უნდა და მოკლედ და რიდ რიჩარდსმა უთხრა რომ აი არ გინდაო, არ გამოგივაო რა, არ გინდაო და ისე ჩაყო ამ თემას, რომ რაღაც მომენტში რაღაც არასწორად გააკეთა და დაისახიჩრა სახე. და ამის მერე ესე იგი ამას ისე გაუუტყდა და შურდა რომ რიდ რიჩარდსი მიხვდა რომ ამაზე მიხვდა რომ ეს სარისკო საქმე იყო და ეს ვერ მიხვდა ან ამის რჩევას არ გაითვალისწინებია რომ ეს დაიბოხმა და იმის მერე ვერ იტანს რიდ რიჩარდს და იმის მერე შურს და იმის მერე არ უნდა იმის აღიარება რომ რიდ რიჩარდსი მასე ბევრად ჭკვიანი დამახინჯდა გაიქცა ვიღაცა ტიბეტელ მონაზონებს მიაგნო ტიბეტელ ბერებს მათ რაღაც საიდუმლო გაუზიარეს გაუკეთეს ნიღაბი რკინის ნიღაბი რომელიც მან ანუ გაციებას არ დაელოდა ისე მიიდო სახეზე რითიც უფრო დაიმახინჯა სახე დაეუფლა მაგიას დაარსა აღმოსავლეთ ევროპაში დაარსა გახდა უბრალოდ გამოგონილი ქალაქის თუ ქვეყნის ლატვერიის მონარქი ეს მისი სამფლობელოა ცალკე და ამის შემდეგ გახდა ტიპი რომელსაც თან მეცნიერებაში ერკვევა საკაიფო და თანამედროვედ მაგიცაა ჯადოქარი და მაგიაში ძალიან ძლიერია და ამიტომ შედეგად მარველის სამყარო მიიღო ძალიან სერიოზული ვილანი რომელიც როგორც ყველა პერსონაჟი კომიქსების პერსონაჟი კეთილიც ყოფილა, ნეიტრალურიც ყოფილა, ძალიან ბოროტის ყოფილა, პროსტა ბოროტის ყოფილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად მისი პიკი ბოროტების პიკი მისი და ვილანობის აი თავარი პიკი იყო, როცა 2015 წელს გამოვიდა მარველის Secret Wars-ი. Secret Wars-ი იყო ესე იგი, ხო იცით აი მითოლოგიაში მაგალითად როგორც არის მაგალითად რაგნაროკი ნორდულ მითოლოგიაში, ხო, სკანდინავიურ მითოლოგიაში, როცა ყველა იბრიდება და რეფრეშდება სამყარო. სუსტად იგივეა Marvel-ში Secret Wars-ი და ესეთი დიდი key მომენტები, რომ საკვანძო მომენტები ბოდიში ჩემი ანგლიციზმისთვის. ეს არის როცა სამყარო უკვე ძალიან ბევრი რამე მოხდა, მოვლენები მოხდა. ყველა პერსონაჟმა მიაღწია თავის პიკს გაძლიერების რა. და ამიტომ საჭიროა რომ რაღაცა ძალიან მასშტაბური კატასტროფა მოხდეს, რაც გაანადგურებს ამ სამყაროს და ხელახლა ჩართავს, ასე დაარეფრეშებს ყველაფერს რა. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა Secret Wars-ი, როცა დოქტორ დუმი დაეუფლება უსასრულოების ხელთათმანს და გაძლიერდება იმ დონეზე, რომ ვაფშე ყველას გინება მინდა ახლა და თან მერიდება. ანუ ყველას მოუგებს რა, აბსოლუტურად და მათ შორის ყველაზე ლეტალურად, ყველაზე აი ძალიან ისე შთამბეჭდავად მოუგებს, მოკლავს თანოსს. გისპოილერებთ ახლა, მაგრამ რავი კომიქსებს დიდად არ კითხულობთ უმეტესობა და ვინც კითხულობს Secret Wars-ი წაკითხული ექნება უკვე უეჭველი, ანუ მაგას ვერ გამაზავდით რა. და რანაირად მოკლავს ესე იგი მოკიდებს ყელზე ხელს, ასე ჩაავლებს ყელზე და გამოუღებს მთლიან ჩონჩხს, ანუ ლიტერალი. ნუ მთლიან ჩონჩხს არა, კაი, თავის ქალას და ხერხემალს, რაც ალბათ უკვე საკმარისია, რომ სიცოცხლე ვეღარ გააგრძელო, ხო და ასე მოკვდება თანოსი. იმ კონკრეტულ მომენტში. ეს იმას არნიშნავს თანოსი საერთოდ აღარ არის მარველის სამყაროში, ხო? ოღონდ ეს ახლა მოგიყევით დუმის origin story, წარმოშობის ისტორია რაც იყო, მოგიყევით კლასიკური ვარიანტი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სამყაროებში, სხვადასხვა ვარიაციებში მისი ისტორია იცვლება, ამიტომ ეს არნიშნავს იმას, რომ კინოშიც ეს ისტორია იქნება რა, მაგრამ რაღაცა ბაზა დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ რიდ რიჩარდსთან დაპირისპირებაში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. მაგრამ აქ მეორე პრობლემა იჩენს თავს. რიდ რიჩარდსი ძალიან მნიშვნელოვანი ტიპია მარველისთვის რა. მაგრამ მარველის კინოსამყაროში რეალურად რიდ რიჩარდს თამაშობს, პედრო პასკალი და პედრო პასკალი გაიფუჭა რეპუტაცია რა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად მსახიობისთვის და მით უმეტეს, როცა თამაშობ ფრანშიზაში რა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყო კაი ტიპი ხალხის თვალში, რომ უფრო გაყიდვადი იყო და უფრო მომხიბლელი იყო მაყურებლისთვის რა. ეს ნიშნავს და პედრო პასკალმა ვერ მოახერხა ეს გაუფუჭდა რეპუტაცია, მერე გავრცელდა ჭორი და აუდასტურებელი, რომ Doomsday-ში მისი screen time-ი, ანუ საეკრანო დრო შეამცირეს, რაც რეალურად ცუდია, იმიტომ რომ რიდ რიჩარდსი არის საკვანძო პერსონაჟი, მით უმეტეს ახალი ფაზისთვის, მე როგორც ვთქვი, ახალი ფაზის
თავარი მოქმედი გმირები ფანტასტიკური ოთხეული იქნება, ახლა დუმია მტერი, ესე იგი ფანტასტიკური ოთხეული უნდა იყოს მნიშვნელოვანი რა. და ახლა რო ეს პედრო პასკალი ცოტა ისეა და თან სკრინ ტაიმი შეუმცირეს, ალბათ სიუჟეტიც ცოტა გაფუჭდება ამ მხრივ, მაგრამ ნახოთ რაც იზამენ რა. ხო და რას ვამბობდი ესე იგი. დუმზე მოგიყევით, ეხლა გადავიდეთ თუ როგორი იქნება თუ რა თეორიები არსებობს იმაზე თუ აი რა კავშირია დუმსა და ტონი სტარკს შორის. რეალურად დუმი და ტონი სტარკი ისედაც დაკავშირებულები არიან მარველის კომიქსში. პირველად ეს იყო დიდი ხნის წინ, როცა ესე იგი ტონი სტარკმა და ვიქტორ ფონ დუმმა გონება ცნობიერი გაცვალეს, რის შედეგადაც ვიქტორ ფონ დუმი ტონი სტარკის ანუ რკინის კაცის სხეულით ცუდ რაღაცებს აკეთებდა და ამას სახელს უფუჭებდა და მეორეჯერ მოხდა ეს, როცა მეორეჯერ მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ Infamous იმაში რა ქვია სერიაში, მოკლედ ამ Infamous სერიაში ძალიან ისეთ დიდი მოვლენები, რომელიც მე თვითონ ნორმალურად არ მახსოვს და არც ავხსნი ახლა მოკლედ ტონი სტარკი დამარცხებულია მეორე Civil War-ის შემდეგ, კომიქსები საერთოდ სხვა სამყაროა, საერთოდ სხვა მოვლენები, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ მეორე Civil War-ია და ეს თემები, ანუ დაიგიდეთ ეგ ყველაფერი. და დოქტორ დუმი ჩათვლის, რომ მან უნდა ჩაანაცვლოს დროებით ტონი სტარკი და ამ დროს თვითონაც შეიცვლება და გახდება უფრო კეთილი ადამიანი რა და ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ამ ორ პერსონაჟს შორის რეალურად მსგავსება სულიყო და თვითონაც ტონი სტარკი არის ადამიანი, რომელიც მეცნიერია და რომელსაც მაგიასთან შეხება პერიოდულად აქვს, იმიტომ რომ რაღაცა ქვები, უსასრულოების ქვები და ეს ყველაფერი, ხო? და დოქტორ დუმიც მეცნიერია, რომელიც ამავდროულად მაგიასაც მაგრად ფლობს და რაღაც მხრივ დოქტორ დუმი შეგვიძლია მივიჩნიოთ ტონი სტარკზე ბევრად ძლიერ და საშიშ პერსონაჟად. დავიწყოთ ისეთ მარტივი თეორიებიდან. ერთ-ერთი არის ის, რომ ალტერნატიულ სამყაროში ტონი სტარკი დაეუფლება Darkholds. Darkholdi მოგეხსენებათ მარველის მცოდნეებს, რომელიც მე არ მიმაჩნიეთ ამ მარველის მცოდნეთ, მაგრამ ნუ Darkholdi ვიცი რა არის, ეს არის ისეთი ბნელი შავი მაგიის წიგნი, ძალიან საშიში წიგნი, იმიტომ რომ მარტივად შეიძლება მოგიწამლოს გონება და გახდე ბოროტი ადამიანი რა. და ამიტომ ტონი სტარკი როცა დაეუფლა Darkholds იმ ალტერნატიულ სამყაროში ამ თეორიის მიხედვით, მასაც მოეწამლა გონება და ადამიანი, რომელიც ასევე ფლობს მაგრად მეცნიერებას, უსწრაფად დაეუფლება მაგიას და გახდება რაღაც ისეთი სერიოზული ცუდი ტიპი, წავა სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში და არსებს დამოუკიდებელ სამყაროს, დამოუკიდებელ სამფლობელოს, ლატვერიას და გახდება ვიქტორ ფონ დუმი. დიდი არაფერი თეორია არ არის, უბრალოდ მოკლეს გასახურებლად შემოგთავაზეთ, ეს არც ერთი არა ჩემი მოფიქრებული, მე უბრალოდ რაც ვიპოვე ის გავაჟღერე, მე არ მიყვარს ზოგადად თეორიზირება, მაგრამ ნუ განდახან ასწორებს რა, სანამ არ გამოვა რა ფილმი და რაღაცები გაინტერესებს, რატომაც არა. მეორე თეორია, რომელიც ბევრად უფრო ისეთ საინტერესოა სიუჟეტურად, არის ის, რომ რახან იმ სამყაროში, რომელშიც იქნება განვითარდება ფილმი და მოგეხსენებათ ეს თავარი ის სამყარო არ არის. მეორე სამყარო, ანუ Cinematic Universe-ის ის სამყარო არ მეორე სამყარო იქნება, სადაც Fantastic Four-ია და მთელი ამბები რა. იმ სამყაროში რახან ვიქტორ ფონ დუმი გარეგნულად გავს რობერტ დაუნის, ის ყველას გაასაღებს ვითომ ის რობერტ დაუნის რაღაცა ტონი სტარკს. ამიტომაც ის გაასაღებს თვითონაც ტონი სტარკი და შევანდობაში ყველასთან. ანუ ვითომ რკინის კაცია და კაიროჟაა რა. და ასე მოიპოვებს მათ ნდობას და მეერე უკვე დაიწყებს ამ ნდობის ბოროტად გამოყენებას, რაც ну, ცოტა ისე არასრულყოფილი ვარიანტია, ანუ მაშინ მაგ სამყაროში Iron Man-ი ვინა და რა, მაშინ ხო ბაზარი არა, ეს სწორია, მაგრამ შეიძლება რაღაცა მაგიით რაღაც გაუკეთა იმას. ან ეს არ ვიცი. მაგრამ ნუ ეს თეორია სიუჟეტურად, დრამატურგიულად ისეთი ძალიან კომიქსურია და ძალიან საინტერესოა. მესამე თეორია, რომელიც ძალიან გავს წინა თეორიას. ტონი სტარკი ხო Cinematic Universe-ის თავარ ტაიმლაინში კვდება, ხო, როცა დუმთან კი არა და ტანოსთან მედის და I am Iron Man და ამას გააკეთებს და ტანოს დაბრიდავს და ყველაფერი დაალაგდება, ხო, მოკვდება ის. ხო და დუმი ტონი სტარკის გვამს იპოვის
და სომნამბულის მაგიით, ანუ კოდრის გაცოცხლების და ჭყალებში გაცოცხლების მაგიით გამოიყენებს მის სხეულს მისი ბოროტი მიზნებისთვის. ანუ არ ჟღერს ეს ისტორია ისე, თითქოს ძალიან გამოგონილია და ძალიან არარეალურია გულისხმობ მარველის ლოგიკაში რა, რატომაც არა. მით უმეტეს მაგიაა და მაგიით რავი, ნებისმიერ რაღაცას გამოიგონებ, ნებისმიერ სიუჟეტურ ხერხს გამოიგონებ და უბრალოდ იტყვი რა, მაგია. მეცნიერება ცოტა რთულია, იქ რაღაცა უნდა ახსნა და აალაგო მაგიაში, პროსტა იტყვი რა, ჯადუა და всё. შემდეგი თეორია რეალურად, შემდეგი თეორიები, რაც გვექნება, გვეუბნება, რომ უბრალოდ გვთავაზობს, რომ ამ სამყაროებში დოქტორ დუმი არ არის დოქტორ დუმი, დოქტორ დუმის ემდელეში არის ტონი სტარკის ვარიანტი. ანუ ტონი სტარკი, რომელიც არ გახდა აირონმენი, არამედ გახდა დოქტორ დუმი. ერთ-ერთი თეორია არის ის, რომ ტონი სტარკი, როცა პირველ ფილმში ავღანეთში მოხდება გამოქვაბულში, ამ სამყაროში ის პირიქით გაბოროტდება და გამოვა როგორც დოქტორ დუმი და არა როგორც რკინის კაცი. ანუ სხვანაირად შეხედავს სამყაროს, გაბოროტდება, მოკლავს და დაამარცხებს ყველას და ამით ჩვენ რეალურად დავინახავთ ამ თეორიის აზრი ის არის, რომ დავინახავთ იმას თუ როგორ შეიძლებოდა ტონი სტარკის მეორე ხასიათის და ბუნების შინაგანი სამყაროს ბნელი მხარე განვითარებულიყო რა და რაც თავის მხრივ საინტერესოა. ვერ ვიტყვი რომ სულ ყოფილია იმ გაგებით, რომ ანუ ამაზე ააგო მე მთელი ფაზა ეს საეჭვოა. მაგრამ როგორც იდეა, რომ დავაი ვნახოთ აბა ტონი სტარკის ბნელი მხარე, ან ტონი სტარკის ცუდი ვერსია როგორ შეიძლება განვითარებულიყო, ოღონდ არა როგორც უბრალოდ პერსონაჟი, არამედ როგორც ტონი სტარკი იმენა და არა ვინმე სხვა. არამედ როგორც აი ტონი სტარკი მთელი თავისი ამ მანერებით, საუბრის მთელი მისი ლექსიკონით, მთელი მისი ამ იუმორით, ოღონდ ცუდი ტიპი. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნებოდა იდეაში. მაგრამ როგორც აი ფაზის დიდი foundation, ანუ საფუძველი ამისთვის მე მგონია რომ არ ვარ ეს თეორია, მაგრამ ძალიან ისეთია რა, ცალკე მინისერიას ამაზე უყურებდი სიამოვნებით. შემდეგი თეორია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორია დოქტორ დუმის და ტონი სტარკის ურთიერთობაზე და მათ შორის მსგავსებაზე. თავარ ტაიმლაინში ჰოვარდ სტარკი, რომელიც იარაღს ყიდის და ნუ ეგ ტიპია, ვაფშე გამომგონებელი ტონი სტარკის მამა, მის გაყიდული იარაღით დაიბომბება აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყანა თუ რესპუბლიკა თუ რეგიონი თუ რა პატარა ადგილი, მოკლედ ლატვერია და გადარჩება ერთი ბიჭი იქ, რომელიც ჰოვარდ სტარკი აიყვანს. და ამ დროს ჰოვარდ სტარკის ცოლს მუცელი მოიშლება როგორც სიმბოლო, რომ ეს ჰოვარდ სტარკი ცუდ რაღაცებს აკეთებს, რომ იარაღს ყიდის და აფინანსებს ხალხის განადგურებას და რაქნან და იშვილებენ ამ ბიჭს. ეს ბიჭი გაიზრდება და დაარქმევენ ტონის და გახდება ტონი სტარკი, რკინის კაცი, რომელიც ასევე იარაღს ყიდის და რაღაც მომენტში შეწყვეტს, იმიტომ რომ არ მოწონს ეს ყველაფერი და მისი ეს გარდაიქცევა ადამიანად, რომელსაც გადაარჩინა არა მარტო რაღაც ამერიკა და არა მარტო დედამიწა, არამედ მთლიანი მსოფლიო, როცა თანოს შეწირა, როცა თანოსის დამარცხებას შეეწირა. ძალიან კარგი ისტორია, უბრალოდ ეს ისტორია შლის თვითონ ტონი სტარკს როგორც ასეთს და გამოსწორ ტონი სტარკი არ არის ტონი სტარკი, არამედ არის ვიქტორ ფონ დუმი, რომელიც პოტენციურად ან ტონი სტარკი ან ვიქტორ ფონ დუმია. და ამ თეორიას რა ართულებს? ეს ტონი სტარკის ეს ტაიმლაინი, სადაც ლატვერიაში დაიბადა და ჰოვარდ სტარკმა იშვილა და მთელი ამბები, განსაზღვრულია იმით, რომ ლოკის სერიალი ხო გახსოვთ? იქ ხო გამოჩნდა კანგი დამპყრობელი, რომელიც საკუთარ ვერსიებს შეებრძოლა, ხო? ტაიმლაინების ვერსიებს დაამარცხა და გახდა ერთადერთი ის ვინც he who remains, ანუ ის ვინც დარჩა და ის მართავს თლიან ტაიმლაინებს და აქვს ერთი წმინდა ტაიმლაინი, სადაც ნუ ერთი მთავარი 616 ტაიმლაინი, რაც MCU-ს მთავარი, ეგაა მისი რა. და იქ მან სპეციალურად გააკეთა ისე, რომ ჰოვარდ სტარკმა იშვილა ვიქტორ ფონ დუმი და ვიქტორ ფონ დუმი არ გახდა ვიქტორ ფონ დუმი, არამედ გახდა ტონი სტარკი.
იმიტომ რომ მე არ გაზარდა კონკურენტი, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც დუმი, რომელიც ბედია მისი, რომ ასე გახდეს უძლიერესი და მაგალითად სეკრეტვარში გააკეთა, იგივე გააკეთოს ამ სამყაროში რა, დედაუტიროს ამ კანკ დამყრობელს, რომელსაც ცხოვრებამდე დაუტირა და არ ვიცი რა უნდა უქნან მაგას შემდგომ იმაში, ანუ სხვა მსახიობს ნახავენ აშკარად, იმიტომ რომ ის მსახიობი მანდამაინც კაი კაცი არ აღმოჩნდა და ეს როგორც ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია და აი პირდაპირ უნდა გაითვალისწინო, როცა Marvel-ზე რამე თეორიებს აგებ და ამ თეორიის მიხედვით კანგი ძალიან დიდ როლს თამაშობს და მე კანგი ხო როგორც გვახსოვს ლოკიში და ლოკი გახდება თვითონ ამ ყველა ტაიმლაინების მართველი და ყველაფერს არევს და არევს ხო რაც განსაზღვრავს იმას რომ შემდგომ ამ ლოკი სერიალის მერე ტაიმლაინები არეულია და ამარეულმა ტაიმლაინებმა განსაზღვრა ის რომ No Way Home-ი მივიღეთ, განსაზღვრა ის რომ Doctor Strange-ის ახალი ვერსია მივიღეთ მაშინ არც ერთი არც მეორე არ იყო, მანდამაინც შესანიშნავი ფილმი, ხატრული ღირებულებებით, მაგრამ Marvel-ის კინოსამყაროში მნიშვნელოვანი ფილმებია, იმიტომ რომ გვაჩვენებს იმას, რომ აი რას ნიშნავს ეს მულტისამყაროების სიგიჟე რა და როგორ შეიძლება ის გამოწვეული იქნეს და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს. და Fantastic Four-ის სამყაროში და პრინციპში ყველა დანარჩენ სამყაროში ამ თეორიის მიხედვით ვიქტორ ფონ დუმი, რომელიც დაიბადება ლატვერიაში, ჩვეულებრივად გაივლის იმ ისტორიას და გახდება ბოროტი და უძლიერესი ბოროტმოქმედი იმ სამყაროსი რა და საფრთხე რა ყველასთვის. და ამ ტაიმლაინში არ გახდა, იმიტომ რომ ეს ტაიმლაინი არის წმინდა ტაიმლაინი იყო იმ მომენტში და კანგმა განაპირობა ეს ყველაფერი, რომ ეს არ გამხდარიყო მისთვის, მის პირადი საფრთხე, მაგრამ სხვა რაღაცები ცუდი წარსული გახდა ამ კანგის მსახიობის საფრთხე. ბოლო თეორია, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, როგორც სიუჟეტურად, ისე პრინციპში Marvel-ის ლოგიკაშიც უფრო მეტად ჯდება და უფრო რაღაც საინტერესოა, არის ის, რომ იმ სამყაროში, სადაც Doomsday-ის მოვლენები განვითარდება, ტონი სტარკი, როცა თანოს კლაუდა არა ჰალკის მიერ მოცემული ხელთათმანი გამოიყენა, უსასრულოების ხელთათმანის მოდელი. არამედ სპეციალურად დამზადებული მოდელი, რომელიც ამ იმის მერე, სნეფის მერე, ენერგიას არა ადამიანში, სხეულში გამოყოფდა და უშვებდა, არამედ ქვებშივე. რის შედეგადაც ქვები სნეპის მერე განადგურდა და ტონი სტარკმა როცა ჩაარტყა ამას და გადაარჩინა ნახევარი ნაწილი და თანოსი დაბრიდა. ამ დროს ის გადარჩა, იმიტომ რომ ენერგია, წამოსული ენერგია მასზე არ გავრცელდა, არამედ ისევ პერჩატკებში ისევ ქვებში გავრცელდა, რამაც რამდენიმე ქვა გაანადგურა, ყველა არა, მაგრამ რაღაცა მაინც ვერ გათვალა ამ თეორიის მიხედვით. და დაისახიჭრა საკუთარი თავი. და ქვები შეინარჩუნა ორი ქვა, რომელი ამ თეორიის მიხედვით აღარ მახსოვს, აქ დაეწერება სადღაც და ამის შემდეგ გაბოროტდა დაიბუღმა, რომ თვითონაც დაასახიჭდა და არა მარტო დაასახიჭა სხეულით, არამედ ალბათ გონებითაც განმარტოვდა, წავიდა მარტო, ამ ქვებს დაეუფლა, მაგიასაც დაეუფლა და მთელი ამბები დატრიალდა და გაბოროტდა. ეს რატომ მომწონს ახლა ეს სიუჟეტი უფრო? იმიტომ რომ ანუ ხალხი ითხოვს ახალ პერსონაჟებს, ახალ მესმის მაგათი რა, მაგრამ Marvel-ი რობერტ დაუნის, აქ საუბარი და ტონი სტარკზე არ არის. აქ საუბარია რობერტ დაუნის გარეშე Marvel-ის წარმოდგენა არის ნუ იგივეა რაც კარიბის ზღვის მეკობრეების წარმოდგენა ჯეკ ბეღურას გარეშე, იმიტომ რომ ერთად დაიბადნენ Marvel-ის კინოსამყარო და ტონი სტარკი როგორც პერსონაჟი დაიბადა ერთად. მანამდე კი არსებობდა ტონი სტარკი, მაგრამ მანამდე სულ ყველას ფეხებზე ეკიდა კომიქს სულ ყველას ფეხი მართლა პირველ რობერტ დაუნი რო არა ტონი სტარკი ყველას ფეხებზე ეკიდებოდა რა Marvel-ის კინოსამყარო რო არა ტონი სტარკი არ იყო ეგეთ პოპულარული და კომიქსებს რო გადახედოთ საერთოდ არ აქვს საინტერესო ისტორიები ტონი სტარკს ნუ ბევრი საინტერესო როგორც მაგალითად აქვს თუნდაც ფანტასტიკურ 4-ს თუნდაც X-Men-ებს თუნდაც Spider-Man არა აქვს ეგეთი და არც Avengers-ებს ჰქონდათ ეს ყველა არის Marvel-ის მოგონილი ამიტომ მოგონილი კი არა და Marvel-ის პოპულარიზებული რა ამიტომ Marvel-ის წარმოდგენა რობერტ დაუნის, აი მენა რობერტ დაუნის გარეშე, რომელსაც ახალი სიცოცხლე მისცა Marvel-მა, რომელმაც თვითონაც ახალი სიცოცხლე მისცა Marvel-ს შეუძლებელია რა და ანუ ეს სულ თან იქნება, სულ თან დახვება და ტყულა ველოდებით ჩვენ, მეც მათ შორის რაღაც სუპერ ახალ სახეებს, რომლებიც აი წამყვანი სახეები იქნება. ეგეთი
მე ამ მგონია რომ ამ დეკადაში ეგეთი რამე მოხდება და ისევ ტონი სტარკთან გვექნება საქმე, მაგრამ რაღაც ახალ სიუჟეტურ მსვლელობებთან თან რუსოები იღებენ და რუსები ცუდ რაღაცებს იშვიათად იღებენ. მით უმეტეს მარველის კინოსამყაროში სულ პრინციპში სულ კარგ რაღაცებს იღებენ და სულ ისეთ მაღალ დონეს დებენ და ამიტომ Doomsday-ისეც დიდი იმედები მაქვს. და ეს იყო პრინციპში თეორიები, რომლებიც დიდი ალბათობით არც ერთი არ გამართლდება და ტონი სტარკის ვარიანტი არ იქნება, იმიტომ რომ რუსოებმა კი არ თქვეს, რომ ტონი სტარკი იქნება ვიქტორ ფონ დუმე ტიპმა თქვეს, რომ ტონი სტარკის სიკვდილს ძალიან დიდი გავლენა აქვს ვიქტორ ფონ დუმის თორიშიო. და ბაზარი არა, ანუ ეს საერთოდ არნიშნავს იმას, რომ ტონი სტარკი არის, კი არა და ვიქტორ ფონ დუმი არის ტონი სტარკის ვარიანტი. არ ნიშნავს ამას. მაგრამ ისევ და ისევ რატომაც არა ფან თეორიები განვიხილოთ და განვიხილოთ კიდეც და ძალიან საინტერესო იყო. ამით მორჩა ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ფორმატი თეორიების განხილვის და Marvel-ს რომ მივუძღვნათ ცალკე და სუპერჰეროულ ფილმებს და კომიქსებს, მაცნობეთ და უცილებლად გავაგრძელებ. აბა შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, შეგახსენებთ რომ გააზიაროთ ვიდეო და ლაიქოთ ვიდეო. და თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს და თუ ეხლა ძილს აპირებთ, ტკბილ ძილს გისურვებთ. მე უკვე მახველებს, რატომღაც. და აბა თქვენ იცით, ჯანმრთელად იყავით, კარგად იყავით.